იმ დღეს მოვდივარ კწანიში ჩემთვის და ხედავ პლაკატია. როგორ გინახა, ასეთი გაცხარებული კამპანიისას გვერდზე ჩავუვარ. მივედი ახლოს, გავიკეთე სათვალე და წავიკითხე. ირმა დელონ. ასე სახელობიჩი, დელონ. ეგრევე ის ცხონებული გამახსენდა. ვინმე ხო არ არის ალენის მეთქი, თითქოს არ გავს, ან შეიძლება მე ვერ ვამსგავსებ. მე რო ხედავ პირველი ნომერია, პარტია მამული ენა სარწმუნოება. ვახ. უფრო დავინტერესდი და დავიწყე ძებნა. დავიპოვნე. დღე, როდესაც პარტიის წევრებმა საზეიმო ფიცი დადეს. მთელი ქართველი არის, ვისაც ქართული სულია ფულში, ყველა ჩვენთან მოვა. დაიწყო დღეს მოძრაობამ მოქმედებაში მოსვლა და გავიარეთ რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, დავრეგისტრირდით და ღმერთმა მოგვანიჭა ვის შეწევრით პირველი ნომერი საარჩევნო ბიულეტენში. ეს არის უზარმაზარი უფლის დამსახურება. მე მაინც მეგონა, აქამდე მეგონა რომ საარჩევნო ნომრებს ეს სუბიექტი ანიჭებდა. აღმოჩნდა რომ არა. იქ გადაწყვეტილა ეს საკითხი. ცესკომ მხოლოდ შეისმინა ხმახვთვისა და აღასრულა უფლისნება. უფლისნება იყო ეს კაცი რომ გამოგზავნდა დედაქალაქის მომავალ მერად. სხვა არავის. 29 წლის ასაკში ფიქრობ მაგ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება სამართალმცოდნეობის მიმართულებით და ასევე არა მხოლოდ ცოდნა, არამედ გამოცდილება, იმიტომ რომ იმუშავე 160 სხვადასხვა სამსახურში. ზუსტად ვიცი რა სჭირდება მშრომელ ადამიანს. ახლა ის კაცი მაჩვენე თუ ქალი, ვინც ცესკოში პარტიის საბუთები ჩაიბარა და ამ 24 წლის ბიჭის CV შეამოწმა. ნეტავ, რამდენ გვერდზე ეტევა 160 სამსახურის ჩამონათვალი და სამუშაოს აღწერილობა. თუ ჩავთვლით, რომ მუშაობას ადამიანი ბაკალავრიატის შემდეგ, ანუ მინიმუმ 22 წლის ასაკში იწყებს, 7 წელიწადში 160 სამსახური ნიშნავს თვეში 2 სამსახურს. შთამბეჭდავი შედეგია. ამიტომაც დამიჭერთ ხარი მამული ენა სარწმუნოება გააქვთ არჩევნებზე პირველი ნომერი. კი, დიდი სიამოვნებით შემოხაზოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ იქნებ პროგრამა გვენახა. საარჩევნო ნომერს რომ ღმერთი განიჭებს პროგრამასაც ალბათ ცეცხლით გიწევს ქვაზე. სხვა როგორ. და მაინც რა პრიორიტეტები ექნება საარჩევნო სუბიექტს ნომერი 1. საქართველოს ხალხს არეკადრება, რომ ჩვენმა მეგობარმა ხალხმა გამართოს ისეთი მსოფლიო მოძრაობა, რომელიც საქართველოში შემოვა უხილავი მატლებით. ეს როგორ შეიძლება? ეს არის დიდი შეურაცხყოფა. თუნდაც ამ ადგილს ამ არჩევნებზე მისვლა რომ საქართველოს უხილავი მატლებისგან დავიცვათ. აგერ ევროპამ ვერ დაიცვა თავი და უკვე ხილულად გამოჭამეს უხილავებმა. კიდევ რამდენი ასეთი ტრაგიკული მაგალითია გარშემო. აქეთაც მოიწევენ, მობობღავენ, მოცოცავენ, მაგრამ ჩვენ ვდგავართ. ამიტომ საარჩევნო ჯიხურში თუ ფარდულში რომ შეხვალ და განმარტოვდებით, გაიხსენეთ ვინ შემოაქვსოვა საქართველოს მატლებისგან დამცავი პერანგი და რამდენჯერაც წამოყოფს კიდევ თავს მტერი და დუშმანი, იმდენჯერ მიადედის მატლებს.